ქართული კლუბი ევროტურნირზე გავიდა. იბერია 1999-ის კაპიტნის სკანდალური პრესკონფერენცია. ვის უწოდა მან კლავიატურას ამოფარებულები. სიტუაცია კრიტიკულია და გულშემატკივრებს შურისძიებას სურს. ქუჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს კიდევ უფრო მიუახლოვდა. მორიგი ტიტული, მორიგი ბრწყინვალე გოლი და რეკორდი. დღევანდელ ვიდეოში ასევე გაიგებთ ქუჩა კვარაცხელიას ახალხელფას პარი სენ-ჟერმენში. იმას, რის გამოც FIFA-ს ვირთხებს მოუწევთ ქართველს ოქროს ბურთი მისცენ და სხვა სიახლეებს. ტელევიზია წლებია გვატყუებს პროპაგანდას და შიშს ნერგავს. საბედნიეროდ არსებობს YouTube-ის, სადაც ჩვენ თავისუფლები ვართ და მეც უბრალოდ თქვენაირი მოქალაქე ვარ, რომელიც არ თავის აზრს აფიქსირებს, ისევე როგორც თქვენ ამას კომენტარებში აკეთებთ. დავაფასოთ ეს შესაძლებლობა. YouTube-ის ყველაზე თანამედროვე მაყურებელმა იცის, რომ ვიდეოს დალაიქებით ის ამ ყველაფერს მხარს უჭერს. და ასევე არის ხალხის კატეგორია, რომელიც მოიხმარს კონტენტს, მაგრამ ეზარება 3 წამი დაუთმოს არხის გამოწერას და ვიდეოს დალაიქებას. ნახოთ, რომელი კატეგორია მიყურებს მე. დღევანდელ ვიდეოში ვცადოთ 3000 მოწონებაზე ასვლა. საინტერესო არას გადაწყვეტ. ახლა კი ფეხბურთს დავუბრუნდეთ. UEFA სუპერთასის ბრძოლაში PSG ბირმინგემის ასტონ ვილას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. სალცბურგში გამართულ შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც მორიგი დიდი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. კვარამ მე-20 წუთზე დეზირე დუეს გადაცემის შემდეგ ჩვეულ სტილში ულამაზესი დარტყმის შედეგად გაიტანა. გარდა გოლისა ქართულ შემტევს მომენტები კიდევ ჰქონდა. აქტიური იყო. მეტოქეებს მოსვენებას არ აძლევდა და ტრადიციულად დაცვაშიც ბევრს მუშაობდა. ლუის ენრიკემ გუნდის შემტევებიდან ყველაზე მეტი დრო სწორედ ხვიჩას მისცა. ჯამში მან 88 წუთი ითამაშა. ამ გამარჯვების შემდეგ PSG მილანისა და რეალის შემდეგ ისტორიაში მესამე გუნდი გახდა, რომელმაც UEFA სუპერთასის მოგება ზედიზედ მეორედ შეძლო. ლუის ენრიკემ პარიზელებთან ერთად უკვე მე-13 ტიტული მოიგო. ესპანელმა სპეციალისტმა მატჩის დასრულების შემდეგ პრესასთან ისაუბრა. ჩემი გუნდისგან არაფერი მიგვირს, რადგან ფეხბურთელებს იდეალურად ვიცნობ. გასული წლის UEFA სუპერთასის მსგავსად ესეც რთული იყო. შარშანდელთან შედარებით ნაკლებად გაგვიჭირდა. თამაშსაც უკეთ ვაკონტროლებდით, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რაც გუნდმა გააკეთა. მაქსიმუმ 10-დღიანი მოსამზადებელი პერიოდით ამის მიღწევა მარტივი ნამდვილად არ არის. ამას მუდმივად ვამბობ. მოთამაშეების მოტივირება ადვილია, რადგან მათ უყვართ ფეხბურთის თამაში, ვარჯიში და ტიტულების მოგება. გულშემატკივრებთან ერთად კი ეს იდეალური სიტუაციაა. მესამე ვარსკვლავი? ფიქრობ, ზედიზედ ორჯერ მოგება იმდენად რთულია, რომ ასეთი მომენტებით უნდა დატყვე. მაგრამ ამავდროულად უნდა იყო ამბიციური, პროფესიონალი და მოიგო ყველაფერი. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ლუის ენრიკემ მსოფლიო მართლაც გააოცა. ის არის სუპერმწვრთნელი, რომელმაც გუნდი პლასტელინივით ააწყო და ისეთი ფეხბურთელი, როგორიც დემბელე არის, მის ხელში ათამაშდა. ყველას გვახსოვს, როგორ გაამწარა ბარსელონას გულშემატკივრები. კარგია, რომ კვარა ენრიკეს გუნდშია და დაწერეთ კომენტარებში, როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა პარიზი ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის მოგებას. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელია ამას გააკეთა. პარი სენ-ჟერმენის მაისურით ტიტულის მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. რთული მატჩი იყო, თუმცა ვფიქრობ დამსახურებულად მოვიგეთ. ძალიან კარგია, რომ სეზონს ტიტულით ვიწყებთ და ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ვინ იყო დღეს საუკეთესო ფეხბურთელი? ეს ჩემი შესაფასებელი ნამდვილად არაა. თავს კარგად ვგრძნობ, იმიტომ რომ სხვებზე მეტი დრო მქონდა დასასვენებლად. კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელო. მიზნები? რა თქმა უნდა, ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ესაა ჩვენი ამოცანა, იმიტომ რომ გვყავს შესანიშნავი გუნდი, სამწვრთნელო შტაბი და კლუბი. ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს მოიგებს, წინ კიდევ აქვს მატჩები და ეტყობა როგორი ჩართულია. FIFA შეეცდება ოქროს ბურთი თავის ფავორიტს მისცეს, როგორც ამას ხშირად შვებიან. მაგრამ აქ არის ერთი დიდი არგუმენტი. ხომ გახსოვთ ის სეზონი ბენზემამ რომ მოიგო ოქროს ბურთი? არც ერთ ადამიანს პლანეტაზე შეკითხვა არ გაგვჩენია თუ რატომ. და ეხლა ესეთი ფეხბურთელი არ გვყავს, რომელიც გარანტირებულად იმსახურებს. სოფლიო საკმაოდ სანახაობრივი იყო და ბომბარდირთა დავა ამას ამწვავებდა. თუმცა დრო გავიდა, ემოციები ჩაწყნარდა და ვხვდებით, რომ ოქროს ბურთისთვის არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. როგორც მსოფლიოს დროს დაავიწყდა ყველას კვარას სასწაულის სეზონი, ისე ავიწყდებათ განვლილი მსოფლიო და კვარა კვლავ იწყებს თავის გამოჩენას. ფიქრობ, თუ ესე გააგრძელა მომდევნო მატჩებშიც, FIFA-ს უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩება. თანაც პარიზელები ცეცდებიან კვარაზე აქცენტის გაკეთებას, რადგან დემბელეს ოქროს
ფეხბურთი უკვე აქვს და ეხლა კვარას ჯერია. დაწერეთ როგორ ფიქრობთ, რა ოინი შეიძლება გამოიგონოს FIFA-მ ხვიჩას ჩასაძირად და გჯერათ თუ არა რომ ქართველი წამოიღებს ოქროს ბურთს. მედიაში გამოქვეყნდა სია, სადაც დასახელებული იყო 20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5 ლიგაში. ნახოთ როგორ გამოიყურება სია. პირველ ადგილზე ერლინგ ჰოლანდი, თითქმის 32 მილიონი ევრო. მეორე ადგილზე კილიან მბაპე, 31 მილიონი ევრო. მესამეზე ვინისიუსი, 25 მილიონი. მეოთხეზე ჰარი კეინი, ასევე 25 მილიონი ევრო. მეხუთეზე ჯამალ მუსიალა, 23 მილიონი ევრო. მეექვსეზე ლამინ იამალი, 23 მილიონი ევრო. და მეშვიდეზე ჯუდ ბელინგემსაც 23 მილიონი ევრო აქვს. ხვიჩა კვარაცხელია ამ სიაში მე-16 ადგილზეა და მას 16 მილიონი ევრო აქვს წლიურად. ფიქრობ მომავალი სეზონისთვის 20 მილიონამდეც ააღწევს. წარმატებები ხვიჩას. ახლა კი შემდეგ თემაზე გადავიდეთ. იბერია 1999-მა ისტორია დაწერა დემჩენკოს გუნდმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლარნეს ბარიერი დაძლია, რითიც კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. 22 წლიანი პაუზის შემდეგ ქართული გუნდი ევროტურნირზე იასპარეზებს. საწყის წუთებზე დემჩენკოს გუნდი შედარებით დაბნეული იყო და ლარნე კონტრშეტევებზე სახიფათოდ გამოიყურებოდა. ლუსტის კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა კარს აცდა. ამის შემდეგ იბერია გააქტიურდა და სრულ ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა. 100%-იანი მომენტი ჰქონდა ნაჭყებიას, რომლის დარტყმაც ფერგიუსონმა მოიგერია. პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა. მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და როგორც იტყვიან, გოლი მწიფდებოდა. იბერია 1999 საკმაოდ ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ ხერხდებოდა. იბერიას მხრიდან მთელი მატჩის განმავლობაში გამორჩეული ბედოშვილი იყო, რომელმაც 74 წუთზე შორეული გასროლით ლარნეს კარი აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ თბილისელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა. ზუსტად 2 წუთში ჩრდილოეთ ირლანდიელებმა წონასწორობა აღადგინეს. თავი სიმპსონმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში იბერიას ჰქონდა მომენტები, მაგრამ ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. დამატებით ტაიმებში სცენარი არ შეცვლილა. ბურთით მუდმივად იბერია იყო, რამაც შედეგი გამოიღო. 102 წუთზე დადიანის დიდებულ პასს სიხარულიშვილის გოლი მოყვა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა და დემჩენკოს გუნდმა ისტორიული მატჩი მოიგო. ცნობისთვის, როგორც უკვე მოგეხსენებათ, იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი გაინახდა, ხოლო იქამდე ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც ქართული გუნდის მოწინააღმდეგე გლაზგოს რეინჯერსი ან იაგელონია იქნება. ეს არის უდიდესი წარმატება ქართული ფეხბურთისთვის. გილოცავთ აბსოლუტურად ყველას. რაც შეეხება კლუბს, ის გამოიმუშავებს დაახლოებით 4 მილიონ ევროს, რაც ასევე ძალიან კარგი ამბავია. მატჩის შემდეგ იბერიას მთავარ მწვრთნელთან ანდრეი დემჩენკოსთან ერთად პრესკონფერენციას გუნდის კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავა ესწრებოდა, სადაც თავი არც თუ ისე კარგი მხრიდან წარმოაჩინა და გულშემატკივარი გააღიზიანა. პრესკონფერენციის კომენტარებს რომ გადავხედე, ხალხი აჯანყებული იყო. ყველაზე სუსტი შენ იყავი და კიდევ რამდენს ლაპარაკობ. მადლობა თქვი რომ შენ ტანჯვას უყურებდით, პასი ვერ გაგიკეთებია. სრული სვარკა იყო. ამან ლივერპულს რომ მოუგოს ხო საერთოდ თავს წაგვაჭამს. ასეთ კომენტარებს ხშირად წააწყდებით. ნახოთ რა განაცხადა ფეხბურთელმა. წინა თამაშზე მინდა ვიკითხო სად არიან ეხლა ეს ხალხი, ალბათ კლავიატურა გააუფუჭდათ, იმიტომ რომ არ შეიძლება როცა პირველ თამაშს გუნდი თამაშობს ისეთ პირობებიდან გამომდინარე ჩვენაც გამოვიარეთ და მაგ თამაშს მე როდესაც ესეთი კრიტიკა მოდის და კრიტიკას გააჩნია კიდე როდის აკრიტიკებ ფეხბურთელს, როდესაც გუნდს 0-0 აქვს ნათამაშები და ერთ კვირაში მეორე საფასუხო ესეთი მნიშვნელოვანი თამაში აქვს, მაგ პერიოდში კრიტიკა ჩემი აზრით მიუღებელია, რაც აუნა ფეხბურთი გვეთამაშა. საკმაოდ დომინანტურად ვითამაშეთ და ჩემი აზრით ამ კრიტიკოსებს არ მგონია რაღაცა ხმის ამოღების უფლება ჰქონდეთ, ცოტა ხანი მაინც სანამ დაიწყება ჯგუფური ეტაპი და ასე რომ ეს არის და ეს მეტი არაფერი. ფიქრობ ემოციები ვერ გააკონტროლა. ან მაქამდე მაგრეგორის პრესკონფერენციებს უყურა. არ ვიცი. ხუმრობა რო გვერდზე გადავდოთ, ფიქრობ აურის გაფარმოა უნდოდა და უბრალოდ არ გამოუვიდა გამოუცდელობის გამო. რადგან აზრის გადმოცემა დიდ მასებზე კიდევ ცალკე გამოსამუშავებელი თვისებაა. მგონია შეგვიძლია ვაპატიოთ, დარწმუნებული ვარ თავადაც გაანალიზებს და ეტყვიან კიდეც გარშემო მყოფები. მანამდე კი შეუძლია დატკბეს კიდეც, რადგან თან მოიგო, თან ყველაზე განხილვადი ფეხბურთელი გახდა ამ პრესკონფერენციის გამო.
რა თქმა უნდა, უმჯობესია თამაშის გამო გამხდარიყო, მაგრამ ომში ყველა ხერხი კარგია. დაწერეთ, რას ფიქრობთ ფეხბურთელის ამ საქციელზე. თქვენი აზრი ძალიან საინტერესოა. ბრიტანულმა გამოცემა Give Me Sport-მა გიორგი მიქაუტაძეს საინტერესო სტატია მიუძღვნა. ქართველი თავდამსხმელით ტოტენჰემია დაინტერესებული და Give Me Sport-ის ჟურნალისტმა ჯეიმი კემბელმა გადაწყვიტა მიქაუტაძის საფეხბურთო პროფილი საკუთარი მკითხველებისთვის გაეცნო. გიორგი მიქაუტაძე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც გარღვევა მეცში მოახდინა. ფრანგული კლუბიდან მან აიაქსს მიაშურა, სადაც წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა და ისევ მეცში დაბრუნდა. გიორგიმ 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და ლიონმა 23 მილიონ ევროდ შეიძინა. ევრო 2024-ზე მას გამორჩეული ტურნირი ჰქონდა. საუკეთესო ბომბარდირებს შორის მოხვდა და ფინანსური პრობლემების გამო ლიონს მისი გაყიდვა მოუწია. ქართველი ფეხბურთელი ვილიარეალში აღმოჩნდა და გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა. კონტექსტისთვის ვილიარეალის გულშემატკივარი ვარ და ვალენსიასთან ახლოს ცხოვრობ. კლუბს 15 წელზე მეტია თვალს ვადევნებ. ბედნიერება მქონდა მიქაუტაძის თამაში ბევრჯერ მენახა. ქართველი თავდამსხმელი წარმოუდგენელი ტექნიკური ნიჭით არის დაჯილდოებული და შეუძლია შეტევები ისე დააგვირგვინოს, მაყურებელს სიამოვნება მიანიჭოს. თანაც ორივე ფეხით. მიქაუტაძეს მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება უყვარს, როცა ამის შანსი ეძლევა და საჯარიმოს შიგნიდან ან გარედან უმაღლესი სიზუსტის იდეალურ დარტყმებს ასრულებს. გიორგი იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებსაც ბურთის კონტროლისა და ფეხბურთის თამაშის მხრივ რაღაც განსაკუთრებული, რაღაც უნიკალური აქვს. ეს მას მცველებისთვის უხერხულ მეტოქეთ, ხოლო მეკარეებისთვის ნამდვილ კოშმარად აქცევს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს სისწრაფე არაკლია და მცველების ზურგს უკან თითქმის რბოლას იგებს. ამასთან, ბურთით ყოფნისას მეტოქის მოსატყუებლად საკმარისი ოსტატობითაც გამოირჩევა. მიქაუტაძესგან კიდევ უფრო მეც უნდა ველოდოთ, რადგან ის ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და ლა ლიგასთან ადაპტაციას გადის. თუ ის გუნდში დარჩება, საინტერესო იქნება ახალ მწვრთნელს, ინიგო პერეს, რომელსაც მარსელინოსგან სრულიად განსხვავებული სტილი აქვს, როგორ მოერგება. ასევე თუ ტოტენჰემი მას გაიფორმებს, საინტერესო იქნება შეძლებს თუ არა მიქაუტაძე ბომბარდირის რეპუტაცია პრემიერ ლიგაშიც შეინარჩუნოს. ამ ეტაპზე გაურკვეველია მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა რამდენია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყვითელი წყალქვეშა ნავი 50 მილიონ გირვანკა სტერლინგზე მეც მოითხოვს. ვილიარეალში განაცხადეს, რომ ამ ზაფხულს ფეხბურთელებს არ გაყიდიან, თუმცა თავიანთი ვარსკვლავი თავდამსხმელის გაშვება ნამდვილად არ სურთ. მით უმეტეს, რომ აიოზე პერესი და ხერარდ მორენო ახალგაზრდები აღარ არიან. წერს Give Me Sport. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. რეალურია თუ არა, რომ გიორგი მიქაუტაძე ტოტენჰემში და პრემიერ ლიგაში გადავა. მიუხედავად იმისა, რომ ტოტენჰემი ძალიან დიდი კლუბია და პრემიერ ლიგა ალბათ საუკეთესო ლიგაა, ფიქრობ, რომ გიორგი მიქაუტაძე მან და არ უნდა გადავიდეს. ან უნდა დარჩეს ვილიარეალში, ან კიდევ კატალონიის ბარსელონაში. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ. არ მოგერიდოთ თქვენი აზრის დაფიქსირება კომენტარებში. არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქებოთ, რადგან ეს არის ძალიან მარტივი, ჩვენ კი ძალიან დაგვეხმარებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.